მეგობრებო, მილიარდერი ტირანის ქვეყანაში, რომლის სახელწოდებაა საქართველო, სამწუხაროდ შიმშილი, სიღატაკე, სიძვირე გადაიქცა აუცილებელ სოციალურ მდგომარეობას და შეიქმნა სოციალური გენოციდის არნახული სამეფო. იმ დონეზე, რომ ახლა გაზაფხულია და ადამიანებს ერთი კონა მწვანილი ვერ უყიდიათ, აღარ არის საუბარი ხორცს პროდუქტებზე, რომელიც უკვე კაიხანია დელიკატესად იქცა და კიდევ გვიმტკიცებენ, რომ იაფიაო გეჩვენებათ. ეხლა სად იყო და სად არა? ბენზინ დიზელის ფანტასტიკური გაძვირების ფონზე ბიძინა ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს, რომლებსაც მასობრივად აჯარიმებენ, აძევებენ ქალაქიდან იმისათვის, რომ ხალხი შემდგომ მიაწყდეს ივანიშვილის, მაფიოზა ფხაკაძეების, მაფიოზა ენუქიძის ბენზინისა და დიზელის გასაყიდ წერტილებს და კიდევ მილიონები ამოქაჩორ გაუბედურებული ხალხისგან. მოტივი კეთილშობილია, რომ თურმე შეიძლება აფეთქდეს ეს თხევადი გაზის პუნქტები. ამ მოტივაციით სახში დენი არ უნდა ქონდეს, შეიძლება დენა და არტყას კაც გაზიც არ უნდა იყოს სამზარეულოში, შეიძლება აფეთქდეს და ასე ხდება კიდეც. მანქანაშიც არ უნდა ჩავჯდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ავარიაში მოვყვეთ და თვითნავშიც კაცობრიობა მოარ უნდა თქვას გზავრობაზე. თქვენ ლოგიკა ნახეთ მაფიოზური პოლიტიკისა, რომელსაც ქვია არნახული დანაშაული. 170,000 პერსონა ავტომანქანა სარგებლობს თხევადი გაზით თბილისში მარტო და ხალხი ლუკმაკურს ჭამს. იაფად შედარებით არის საშუალება იმოძრაონ ავტომობილში ამ საწვავის გამოყენებით. რა უნდა ხილას ამ ხალხმა? მე ეს რო კიდევ გააძვირებს უარესად პროდუქტებს, გზავრობას და ყველაფერს, ესაც რეჟიმს ძალიან კარგად აქვს გათვლილი გაანგარიშებული. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, 170,000 ხო ხართ მეთან გამრავლობა. შეიკრიბეთ და მოაწყვეთ მსვლელობები სიგნალებით, სოლოლაკი თაბორის მთის მიმართულებით, სადაც გამოქვაბულშია ვირთხასავით შემარული ოლიგარქი ივანიშვილი და მანამდე ასიგნალეთ, სანამ არ მოხდება აი ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა. დავანებოთ თავი ბელადების, ყოჩების, კერპების ძიებას. ჩვენ თუ უნდა გადავიქცეთ ყოჩებად, გმირებად და სამშობლოს გადამრჩენებად. ეხლა წერა კაი სიუჟეტი იყო თქვენ საინფორმაციო პროგრამაში, რა გააკეთეს უცხოეთის ქვეყნებმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისის გამო გაძვირებულ საწვავზე. გააუქმეს აქციზის გადასახადები, მოახდინეს დოტაცია არა მარტო გერმანიამ და იტალიამ, არამედ მეცაც გეტყვით, ავსტრალიის ლეიბორისტულმა მთავრობამ მთლიანად მოხსნა ყოველგვარი გადასახადები ბენზინზე და პლუს ამას უფასოდ გამოაცხადა მეტრო და ქალაქის ტრანსპორტი, რომ ადამიანებს ქონოდათ გადაადგილების საშუალება, სანამ კრიზისი დამთავრდება. აქვე აღნიშნა, რომ სოფლიო კრიზისი ორმუზისა და სპარსეთის ყურეში არაფერ კავშირში არ არის საქართველოში არსებულ ფასებთან. ჩვენ არასოდეს დამოკიდებული ორმუზის და სპარსეთის ყურეზე არ ყოფილვართ. აქ ბენზინი შემოდის ივანიშვილის პარტნიორ ალიევის კომპანიებიდან, ბაქოდან, აზერბაიჯანიდან, ასევე რუსეთიდან მოეზიდებიან გოგელიას და ასათიანის მაფიოზური კანტორები და კიდევ ევროპის ქვეყნებთან. არაფერ კავშირში არ არის ის კრიზისი, რომლითაც ასაბუთებს დანაშაულებრივი რეჟიმი ფასების ზრდას. მეგობრებო, ჩვენ მივხედოთ ჩვენ თავს, ჩვენ მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, ფასებს გვაძვირებულს და ჩვენ მივხედოთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. და ნუ დაველოდებით ზაღაპურ პრინციპს დავირაზმოთ, შევიკრათ, შეუტიოთ და ამაგან არაფერი აღარ დარჩება. დიდი მადლობა, კარგი გზავნილება.